მოგესალმებით პატრიციო მაყურებლებო. დღევანდელი გადაცემის თემა არის ჩვენი ცხოვრება ჩვენს ეკონომიკურ სამყაროში, ასე დავარქვით პირობითად. ჩემს სტუმრებთან ერთად მინდა განვიხილო ის ვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაშია და არა მარტო ჩვენს ქვეყანაშია, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა იზოლირებული არ არის სხვა ქვეყნებისგან და ასე ვთქვათ, უნდა განვიხილოთ მდგომარეობა არა მარტო უბრალოდ აქ რა ხდება, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში რა სიტუაცია და ამაზე არის დამოკიდებული ის თუ როგორი მდგომარეობა არის დღეს ჩვენთან, როგორ ცხოვრობთ დღეს და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. იმისთვის რომ უკეთესად ვიცხოვროთ და დარწმუნებული ვარ, ყველას გვინდა უკეთესად ცხოვრება, არ ამგონი ესეთი ადამიანი იყოს, რომელსაც უკეთესად ცხოვრება არ უნდოდეს. ამისთვის რა თქმა უნდა საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი დოვლათი. მაგრამ მეტი დოვლათის შესაქმნელად საჭიროა რომ მეტი ადამიანი აკეთებდეს საქმეს, ანუ ოღონდ ისეთ საქმეს, რომელიც ქმნის დოვლათს, ისეთ დოვლათს, რომელიც სხვებისთვის ღირებულია და არა ისეთ რაღაცას, რომელიც შეიძლება სხვებისთვის ღირებულებას არც წარმოადგენდეს. ეს ძალკე ასახსნელი საკითხია, მაგრამ ჩემს სტუმრებთან ერთად ალბათ ამ საკითხსაც შევეხებით მე, მაგრამ ერთი რამე ფაქტია. ჩვენი ამოცანა არის გავიგოთ თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი საზოგადოება ისე, რომ უფრო მეტი დოვლათი იქნებოდეს და შესაბამისად უფრო უკეთესად შევძლოთ ცხოვრება ხვალ ამ ქვეყანაში. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, მე დღეს მოვიწვიე სტუმრად ამ საკითხებზე სამშაბათო ბატონი ამბროსი გრიშიკაშვილი. მოგესალმებით ბატონო ამბროსი. მოგესალმებით. და ბატონი ნოდარ სირბილაძე. მე იმედი მაქვს რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. ვიცი რომ რაღაცეებში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ედრება, მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბარი უნდა იყოს ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება დიალოგი მხარეებს შორის, მაშინაც კი, როდესაც მათი აზრები ერთმანეთისგან განსხვავდება და ზოგჯერ შეიძლება უპირისპირდება კიდეც. მე რა არაფერი პრობლემა ამაში არ არის. თავარია ჩვენ ვისაუბროთ და ავხსნათ ის თემები, რომელიც საკითხებით დღეს მონიშნული მაქვს. ასე რომ ჯერ ალბათ ბატონ ამბროსის უნდა მივცეთ სიტყვა, თავისი საწყისი პოზიცია დააფიქსიროს ამ თემასთან დაკავშირებით და შემდეგ როგორც უფროს თუ გინდათ დავუთმეთ ნოდარს. დაიწყოთ. ანუ ვილაპარაკოთ ძირითადად ხო, ჯერ ვილაპარაკოთ რა არის ეს მთლიანი შიდა პროდუქტი, ავხსნათ მაყურებელს და შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი არის ის, რაც ქვეყანაში იქმნება და რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ქმნიან უცხოეთში და რომელიც იგზავნება ამ ქვეყანაში. ახლა თქვენ რომ ბრძანეთ, უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი იწარმოოსო, რა თქმა უნდა. მაგრამ განაწილებაც არ არაკლები-შილოვანია. რას გულისხმობ? არის ორი ესეთი დეფინიცია, აბსოლუტური სიღარიბე და შეფარდებითი სიღარიბე. აბსოლუტური სიღარიბეა გასაგებია, ხო, როცა ღარიბები ვარ და ღარიბად ცხოვრობ. მაგრამ შეფარდებითია, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება, მაგრამ ნაწილდება ძალიან დამახინჯებულად. აი მაგალითად ჩვენი პოლიტიკური ლიდერები გამოდიან და 7%, 6% ასახელებენ ყოველწლიურ მუშების მატებას. მაგრამ მაინც და მაინც ხალხის ფართო მასება ხალხი ვერ გრძნობს ამას. ანუ არ ნაწილდება, ჩემი აზრით არ ნაწილდება ისე. რამდენი ხანია ისეთ კატეგორიას ადამიანებისაც, როგორც არიან ექთნები, როგორც არიან ზღოლები, როგორც არიან მithumedes ბანკის თანამშრომლები, ხელფასი არ გაზდიათ. რა ხელფასი აქვს მინიმალური სადღაც, ხო? რატო? იმიტომ რომ ძირითადად ეს თანხები აკუმულირდება ხელმძღვანელობის თუ როგორ დავარქვა ამას, ფირმისა თუ უწყების ხელმძღვანელობის ანგარიშებზე თუ ყოლაბებში და აქ ფართო მასებს ნაკლებად ხდება. არის ასეთი ჯინის ინდექსი. ჯინის ინდექსი საზოგადოებას ყოფს 10 ნაწილად და შემოსავლების მიხედვით უფარდებს მათ ერთმანეთს. თუ 0-ია და ეს არსად არ არის, ესე იგი თითქმის თანასწორია და თუ 10-ია, ესე იგი ზედა მხარე გაცილებით უკეთ აცილებით მეც იღებს, ვიდრე დანარჩენი საზოგადოების ფართო მასები და ფართო საზოგადოება. აი ზუსტად ეს ჯინის ინდექსი არის ჩვენთან დარღვეული და ალბათ
ჩემ თვალში დიდი უფსკრულია შემოსავლებსა და ქონებრივ განაწილებას შორის ქვეყანაში. და ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა სწორედ ამის გადაჭრა უნდა იყოს ქვეყანაში. როგორ შეიძლება გადაიჭრას მსგავსი პრობლემა? ანუ იმისთვის რომ პრობლემა გადაჭრა, მაშინ ზუსტად უნდა მივაგნოთ იმ წერტილს, კერძოდ სად არის უსამართლობა ამ განაწილების ამბავში. მაინც თუ ეს თუ არ დავინახეთ, აბა ის როგორ გადავჭრათ? უნდა გადაიჭრას, უნდა გადაიხედოთ ძალიან ესე ყურადღები და მეცნიერულად განაწილება და უნდა შეფასდეს. არ შეიძლება რომ ვთქვათ, ერთ ადამიანს თუნდაც ის პარლამენტარი იყოს, ჰქონდეს 40,000-მდე თვეში და მეორეს ჰქონდეს, ვთქვათ, იგივე ბანკის თანამშრომელი 800 და 1000 ლარი ხელფასი. ჩემთვის ეს მიუღებელია. აი რომ უფრო გასაგები გავხადოთ, ჩემთვის მოდელი, ყველაზე კარგი მოდელი სოციალურ-ეკონომიკური არის ჩრდილოეთის ქვეყნების შვედეთი, ფინეთი, სადაც არ არის ესეთი უფსკრული შემოსავლებში და ქონებაში. და ის ჯინის ინდექსი რო ახსენეთ, ისიც არ არის ესეთნაირად, როგორც ჩვენთან არის და როგორც ვთქვათ, ანალოგიური შეიძლება იყოს თურქმენეთში, აზიურ ქვეყნებში. აფრიკულ ქვეყნებში მით უმეტეს. აფრიკულ ქვეყნებში ხო, მით უმეტეს. აი ეს გარკვეული ეს მარტო ეკონომიკური პრობლემა კი არ არის, ეს არის ყველანაირი პრობლემა, რასაც ადამიანი გაურბის. მისთვის ეს არის დამამცირებელი. შეიძლება ადამიანმა აიტანოს, რომ ღარიბია, მაგრამ უსამართლობა უფრო მძიმე ტვირთია მისთვის და უფრო მძიმე ასატანია და შეიძლება ხალხი რო ესე გარბიზა, მით უმეტეს ახალგაზრდობა, შეიძლება აი ეს არის საძიებელი მიზეზი. მე ესე ვფიქრობ და სხვა ჩვენ ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ ხო, ნოდარსაც დავუთმოთ და შემდეგ ნელ-ნელა გავაფართოვოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი კამათში იბადება ჭეშმარიტება. ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და წარმატებებინოდარ თქვენს პროექტს. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ბუნებრივია სხვა ტიპის ფორმულები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იზომება ეკონომიკა, რომელიც საერთოდ არ არის საჭირო, რომ რიგითმა ადამიანმა იცოდეს და მისთვის უკეთესი იქნება, რომ მარტივი ენით ახსნათ. ეკონომიკური ზრდა რეალურად ეს არის დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ხოლმე ერთწლიან პერიოდს, ის თუ რა საქონელი და მომსახურება იქნება ქვეყანაში. თუ იზრდება საქონლისა და მომსახურების რაოდენობა, შესაბამისად ეკონომიკაც იზრდება. არის შემთხვევები, როდესაც ეკონომიკა შეიძლება ცოტა შექმნას პირიქით, მაგრამ ეკონომიკა მაინც გაიზარდოს. სტატისტიკურად. ანუ მაგალითად, წინა წელს შექმენი რაღაც გამოაცხე 5 პური და დენტისტი მომსახურა 5 კლიენტს. და მიმდინარე წელს გამოაცხე 2 პური და დენტისტი მომსახურა 2 კლიენტს. შეიძლება ერთის მხრივ თითქოს უყურებ, რომ შემცირდა ეკონომიკა, მაგრამ სტატისტიკა რო გამოქვეყნდება, შეიძლება 10%-იანი ზრდა გქონდეს. რა არის აქ მნიშვნელოვანი? მოდი ეს ავხსნათ. ეკონომიკური ზრდა გამოხატულია ფულში, ღირებულებაში. აი მაგალითად 2 პურის ღირებულება რა იყო დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში. შესაბამისად, თუ ბევრი ფული დაბეჭდე და ინფლაცია წავიდა და გაიზარდა კატასტროფულად, შესაბამისად ეკონომიკაც გაგეზდება. ეს არის მიმდინარე ფასებში, რასაც ქმნიან ეკონომიკას. ეგ იმ შემთხვევაში თუ დეფლატორს არ გამოიყენებ, ხო? ბუნებრივია მიმდინარე ფასებს გულისხმობ, მაგრამ ჩვენ აი რატო სწორად აღნიშნეთ და გადავდივართ აქედან რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. და აქცენტს ქვია ეგრეთ წოდებული რეალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოიცავს დეფლატორს. ანუ რეალური ეკონომიკური ზრდის დროს აკლდება ის ფასების ცვლილების ეფექტი. აი მაგალითად თუ ეკონომიკას ვითვლით 2015 წლის ფასებში, შემოვისად იქიდან გამომდინარე იმასთან შედარებით ფასები როგორ გაიზარდა, აკლდება უბრალოდ და ვიღებთ რეალურად როგორ გავიზარდით. ბატონ ამბროსის ერთ ნაწილში დავეთანხმები და ეს შეიძლება გავშალოთ, გულისხმობ იმას, რომ ხედავთ ეკონომიკა გვეზრდება, მაგრამ სოციოლოგიურ კვლევებს უყურებთ და ადამიანების მთავარი პრობლემები კვლავ არის სიღარიბე. სინამდვილეში ხელფასები იზრდება, რასაც ვაპირდები მე, მაგრამ ხელფასები იზრდება, მაგრამ უბრალოდ ინფლაციას ვერ ეწევა მე მგონი. ინფლაციას ანუ რეალური მსყიდველობა, ხელფასი შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ რეალური მსყიდველობით თუ არის, ანუ ინფლაციასთან შედარებით, ან ხელფასებთან ერთად ფასებიც იზრდება. და ანუ ისევ სამოხმარებლო კალათა ისევ გიძვირდება. ანუ ერთ თვეში სურსათიზე პირობითად უფრო მეტის გადახდა გიწევს და აშეთ. ერთი რამის დაზუსტება მინდა სანამ ისა. მეც მივეჩვი ტერმინ ინფლაციის ხმარებას ფასების ზრდის დონის აღსანიშნავად, იმიტომ რომ საზოგადოებაში ესე არის მიღებული. თუმცა კარგად მესმის, რასაც ნიშნავს ინფლაცია, მაგრამ მაყურებელსაც მინდა ვთხოვ მომიტევოს, რომ ინფლაციას როცა ვახსენებ, იგულისხმობს ზუსტად ფასების ზრდა. ფასების საშუალო რასაც ასე ჩამოყალიბდა ჩვენს საზოგადოებაში და
კი ბატონო. კი ვცდილობ დავამკვიდრო ეს ტერმინი, ასე უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტერმინს აქვს მნიშვნელობა ერთი ინფლაცია არის, როდესაც ფულის მასა იზრდება და ამ შემთხვევაში შეიძლება ფასების ზრდა არ მოხდეს თუ დოლარის შექმნის პროცესიც ასევე იზრდება და ან უფრო მეტად იზრდება, მაგრამ მეორე მხრივ ხალხი ინფლაციას ტერმინს უკავშირებს ფასების ზრდას და ზოგჯერ ფასების ზრდის მაგივრად ხმარობენ ტერმინს ინფლაცია. კი ბატონო. უფრო მოხერხებულია როგორც ჩანს. კი, ანუ მეც ამსაზღვრებდები დიდად არ არის დაშორებული. ხო. ასე რომ ნახეთ, გვაქვს აქეთ ეკონომიკური ზრდა, რითიც თავს იწონებს პირობითად სახელმწიფო რგოლით, მაგრამ აქეთ გვაქვს სოციალური კვლევები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ადამიანების ტოპ 3 პრობლემა არის ეკონომიკური ხასიათის, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, ინფლაცია. კვლევები სხვადასხვა ტიპის კვლევას უბრალოდ რომ დასერჩოთ, თუნდაც მიმდინარე წლის. საწინააღმდეგო კვლევა თუ არის, სადაც კომპანიები ვერ შეუვლებენ მუშახელს. ეგეც არის კი. ბაგის ინდექსი აკეთებს მაგ ყველაფერს. ნუ ის თუ რა გაპი არის კომპანიებსა და მუშახელს შორის, ეს კიდე ცალკე სამსჯელოა, მაგრამ შეგვიძლია ამაზეც ვიმსჯელოთ, რომ სანამ ამაზე გადავალთ, აი აქ რისი თქმა მინდა, რომ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას უნდა დავაკვირდეთ, თუნდაც მიმდინარე წელს როგორ იცვლება. აი მაგალითად, მიმდინარე წელს რო ავიღოთ აი ტოპ 10 სექტორი, რომელსაც შეაგვწყვი, ანუ 10 სექტორი, რომელიც ქმნის დოლარს. იგი მშენებლობა, ენერგეტიკა და ასე შემდეგ. ფაქტობრივად 8 მათგანში გვაქვს სერიოზული შენელება. თავარი რის გამოც ეკონომიკა ესე გვეზდება ახლა არის ერთი IT სექტორი, რომელსაც თუ არც 20%-იანიც დაქონდა, სერიოზული კონტრიბუცია შეაქვს და მეორე ნაწილი არის განათლების მიმართულება, სადაც აქაც მთავრობის დანახარჯები, მათ შორის მოქმედებს იმაზე, რომ ხელოვნურად იზრდება აღნიშნული სექტორი. მაგრამ დანარჩენ სექტორებში ზრდა მიდის ნელი ტემპით. და შესაბამისად, ის თუ ორი ძირითადი სექტორი თამაშობს დოლარის შექმნაში მთავარ როლს პირობითად ესე რო ავიღოთ და დანარჩენი გამოდიშულია, ხალხიც ამას უფრო ნაკლებად აიღო. ნაკლებად მიდის ხალხამდე ეს ნაკლებად შეიგრძნობს. ხო, ნაკლებად ასე ვთქვათ შეიგრძნობს. უბრალოდ აქ თავარია ვიფიქროთ იმაზე, აი ჯინის კოეფიციენტი ახსენეთ, თუ არსები 0 და 34-ია ჩვენთან. არ არის მთლად ცუდი მაჩვენებელი, იგი აი ამერიკას შევადოთ, ამერიკაც რაღაც ჩვენს ირგვლივაა. თუმცა გეთანხმებით, აი 0-თან ახლოს რაც არის, უფრო მეტად თანაბარია, რაც უფრო ერთისკენ არის, უფრო მეტად უთანაბრობა. ისე რატომ არის ეგ მნიშვნელოვანი? რას გულისხმობ? რომ ჯინის კოეფიციენტი დაბალი იყოს. ერთხელ ტეჩერს დაუსვეს მსგავსი კითხვა. კი, ანუ და ტეჩერმა ასეთი პასუხი გასცა და ადამიანებისთვისაც ადვილად გასაგებია. არისო, რა თქმა უნდა, შეიძლება გაფიკა იზარდაო. მაგრამ ადრეო ახლოს იყო ერთმანეთთან, მაგრამ ორივე აქ იყო. ახლა კიო, განსხვავება მათ შორის დიდია, მაგრამ ორივე აქ არისო და რომელი ჯობიაო? აჰა. აი მანდამდე მივდიოდი სწორედ და მინდა რომ ეგ თქვა. უბრალოდ კიდევ ერთ საინტერესო ტენდენცია რა არის, რომ თუ გადავავლებ სოფლიოს ქვეყნებს და ყველა შეუძლია მოძებნოს, სადაც კი უფრო მეტი თავისუფლება ეკონომიკური, ბუნებრივად ეს ჯინის კოეფიციენტი მაინც არ არის დიდი. ანუ ორივე არის ზედამხარეს. თუ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს, იმიტომ რომ აქ არის ხოლმე აქცენტირება ნოდარ იმაზე, რომ არ შეიძლება ესეთი დიდი განსხვავება პირობითად იყოს შემოსავლებს შორის, მაგრამ იგივე მაგ ლოგიკას რო ამ არგუმენტაციის დაუპირისპირდეთ, გვაჩვენებს ემპირიული გამოცდილება, რომ სადაც კი საბაზრო ეკონომიკა არის სუფთა თავისუფალი ეკონომიკა, იქ შემოსავლებს შორის განსხვავება ფიზიკურად ვერ არის დიდი. მაგას ვამბობ მე, ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ჯინის კოეფიციენტი შევამციროთ. არამედ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება თავისუფლად მოქმედებდეს ყველა სუბიექტი, ყველა ადამიანი და ის ჯინის კოეფიციენტი თავისთავად წავა შემცირებისკენ. მე ეგეთი ხედვა მაქვს, რომ როცა ამ პროცესს აკეთებ, თავისი ასე ვთქვათ მიმართულებით თვითონვე ავტომატურად მიდის ეს პროცესი იქითკენ, რისი რაღაც შეიძლება წუხილი საზოგადოების ნაწილს ჰქონდა. აი განსხვავებით რო ავიღოთ შედარებით რაღაც ავტორიტარიზმის მქონე ქვეყნები, რომელსაც შეიძლება უამრავი ტიპის რესურსი ჰქონდეთ, იქ პირიქით შემოსავლებს შორის განსხვავება. ხო, აი ვენესუელას მაგალითი, ანუ ჩრდილოეთ კორეა ავიღოთ, ან იგივე აზერბაიჯანშიც კი. იქ არის ძალიან დაბალი და შემოსავლებს შორის არის დიდი განსხვავება და აქ ამბავი, ანუ მე შეხედულება მაქვს, რატოში რა იწვევს ამას. აი საბაზრო ეკონომიკა რატო იწვევს? ანუ რა არის მთელი ხიბლის საბაზრო ეკონომიკა? საბაზრო ეკონომიკა იწვევს, რომ ჯინის კოეფიციენტის მათ შორის მოქმედებს მაგაზეც, მაგრამ მე რისი გონია, თუ საბაზრო ეკონომიკა არის სრულიად თავისუფალი, ანუ სახელმწიფო ჩარევისგან თავისუფალი, მაშინ ჯინის კოეფიციენტს მიდრეკილება აქვს წავიდეს შემცირებისკენ.
ისევე როგორც კომპანიების მოგება მიისწრაფის ნულისკენ. აი, ნახეთ, ეხლა დამასწარეთ რის თქოს მინდოდა, მაგას გულისხმობს სწორად, მაგრამ ფაქტობრივად თქვენ თქვით. ანუ ეს შეხედულება მაქვს ბატონო და სწორად მეც რომ იგივე კონკურენციის თელი ხიბლი რა არის, აქედან დავიწყოთ. კონკურენციის თელი ხიბლი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ამით სარგებლოს მთლიანად საზოგადოება. მთელი არსი ეგ არის და რაც უფრო დიდია კონკურენცია, მით უფრო მეტად უწევს ბიზნესს, რომ გარკვეული, ანუ უფრო და უფრო მეტი კომფორტზე ბუნებრივად თქვა სულ არის რომ კონკურენციაში გადარჩეს, პირობითად მოგების მარჟაში ავციროს, ამის ფონზე ხელფასები გაზარდოს, რომ კვალიფიციური კადრები შეინარჩუნოს, უკეთეს პირობები შეუქმნას, ან ამის ფონზე ფასები მიუხედავად შეიძლება ინფლაციის წნეხისა დაიჭიროს, იმიტომ რომ მაღალი კონკურენცია და შეიძლება ბაზრიდან გავარდეს. ანუ მთელი არსი და ხიბლი კონკურენციის ის არის, რომ ყველა სარგებლობს საბოლოო ჯამში. ის ბიზნესიც ვინც რჩება, ისიც სარგებლობს, მაგრამ თავარი არის ის, რომ აი პორტერის ხუთი ძალა რაც არის, ეს მეთოდოლოგია, ანუ ერთ-ერთი თავარი ხო არის ადამიანების ან მომხმარებლის ძალაუფლება და სრულად საბაზრო ეკონომიკის დროს სადაც კონკურენტული გარემოა, მომხმარებლის ძალაუფლებაა რეალურად. ან მომხმარებელი იგივე შრომით ნაწილშიც კი, შრომით ბაზარზეც კი, ჩვენ უფრო მეტი ძალაუფლება გვაქვს. იმიტომ თუ კონკურენტული ბაზარია და მე პირობითად დამსაქმებელის ქცევა, დამსაქმებლის რაღაცა ზედმეტი საქმის დავალება, ან დამსაქმებლის მხრიდან ფულის არ ჩარისხვა, დავაფიქსირე, მე მყავს ალტერნატივები და ამანაც იცის რომ მყავს ალტერნატივები და შესაბამისად სტიმულე ყველაფერი მთელი სამყარო მოწყობილი არის სტიმულებზე. ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია ბატონი ამბროსი დამეთანხმება არის ის რომ ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ. მთელი ჩვენი სამყარო არის მოწყობილი სტიმულებზე და შესაბამისად საბაზრო ეკონომიკა ამ სტიმულებს წარმოშობს. უფრო მარტივად ჩვენ მაყურებლისთვის რო გასაგები იყოს. საბაზრო ეკონომიკის დროს ყველა ვართ ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ. საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპია გააკეთეს სხვისთვის რაიმე ღირებული, რათა შენ უკეთესად იცხოვრო. და არა მხოლოდ ეკონომიკის, პრინციპში ალბათ სამყაროს ცოტა ისე იქით რო გადავიდეთ. სამყაროშიც ხო ეგრეა, რასაც გასცემ შენია მოგვისმენი, ანუ გიბრუნდება ის, რასაც გასცემ და ეხაც რო დაუკვირდეთ, დღეს რეალურად ჩვენი კონკურენტუნარიანობა, თუნდაც ადამიანების ამ ბიზნესის, როდესაც გავდივართ ბაზარზე დამოკიდებული არის იმით, რამდენად ღირებული ვართ ჩვენ. რამდენად ღირებულებას ვქნით. უბრალოდ აქ ერთი მომენტია და ჩემი აზრით აი ესეც საკვანძოა რა ვიცოდეთ. ღირებულება რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? შეიძლება იყოს ღირებულება სუბიექტური, ან მე რო ვფიქრობ ღირებულია, ეს ზოგადად ობიექტური შეიძლება იყოს, მე რო ვფიქრობ რომ ჩემი საქმე ღირებულია? ჩემი აზრით არა. ანუ ღირებულებით საზომი ერთადერთი რიც შეიძლება გაზომო, მე მაინც გონია მოთხოვნა. აი მაგალითად მეწარმეობაში არის ესეთი დავასრულოთ შეიძლება მეწარმეობაში არის ესეთი მეთოდოლოგია რა lean startup მეთოდოლოგია და ის გეუბნება ეს რაღაცას რომ როდის არის შენი სტარტაპი წარმატებული და ღირებული და აქ პასუხი არის ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია სხვათა შორის ბესტსელერიც არის ეს წიგნი პასუხი არის ის როცა მომხმარებელი ყიდულობს შენ პროდუქტს ანუ მოთხოვნა არის შენ პროდუქტზე შესაბამისად ღირებულებაზე როცა ვსაუბრობთ მე ესე წარმომიდგენია რომ მაქსიმალურად მეტი მოთხოვნა იყოს და კაპიტალიზმი უწოდებთ თუ საბაზრო ეკონომიკას, ჩემი აზრით აი აქეთ მივყავართ ყოველ შემთხვევაში. მაგაზე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ღირებულება, შენ ჯამურღირებულებას გულისხმობ ალბათ, თორემ ნებისმიერ ნივთის ღირებულება არის სუბიექტური. ახლა შენ ჯიბეში კიდევ სიგარეტი. ო, არა, მე სხვა კონტექსტში ღირებულება ჩემთვის არის ნოლის ტოლი. არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ის რა დაუძღვევ. ყოველ კონტექსტს მივხვდით ალბათ რა მოგწევით თქვენ. მაგრამ ამას ყველას რო გავაერთიანებთ, შენთვის ღირებულია, ჩემთვის საერთოდ არ არის ღირებული, ვიღაცისთვის მეტად ღირებულია, ვიღაცისთვის ნაკლები, მაგრამ საერთოდ ჯამში რაღაც მოთხოვნა იქნება და ეს წარმოადგენს მის ღირებულებას საბოლოო ჯამში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის გესმოდეს, რომ ღირებულება ნივთის შინაგანი თვისება არ არის, სუბიექტის თვისება, რა ღირებულებას ანიჭებს მოცემულის კი, ბუნებრივია, უბრალოდ აი აქ სამუშაო ძალაზე რო საუბრობდით, იგივეა, რომ ღირებული ხარ, როცა სხვების აქვს ჩვენზე მოთხოვნა. შეიძლება აფასებდე შენ თავს, რომ აი მაგარი ვარ რაღაცა, მაგრამ შენთვის კი ბატონო, იქ რო გადიხარ რა ხდება. და ეს კრებსით რო ვიღებთ ყველაფერს, მანდ ჩანს ჩვენი ღირებულების შეჯამება. სერიოზული პრობლემა ხშირად დიდი ხელფასი უნდათ, მაგრამ თვითონ რო რაღაცა იცოდნენ და შეეძლოთ გაკეთება, მაგის ინტერესი არ აქვს. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ თუ არაკვალიფიციური ხარ, მაშინ კეთილინები დაჯერდი. პატარა ხელფასს და კვალიფიკაცია აიმაღლე, რომ მეტი ღირდე იმისთვის. და ვინც მეტი ღირს, იმას თუ არ გადაუხდიან სხვაგანი პოვის სამუშაოს, ეგ არ არის პრობლემა
საბაზრო ეკონომიკის. როცა საბაზრო ეკონომიკაა და გადაადგილება შეზღუდული არ აქვს. და თუ გადაადგილება შეზღუდული მნიშვნელოვანი, იმიტომ სადაც არ არის იქ მიკედლებული ხარ ერთი. მაგალითად ჩინეთში ადრე იყო და ახლა არ ვიცი რამდენად არის კიდე, მაგრამ ერთ ქალაქიდან მეორე ქალაქში რო გადასული და აქაც იყო საბჭოთა კავშირში, მაგალითად თბილისში ვერ დაიწყებდი ცხოვრებას, ჩაწერის ინსტიტუტი არსებობდა და უფრო ადრე სოფლიდან ვერ წამოხვიდოთ. ხო, უფრო ადრე საერთოდ გლეხს ქალაქში ჩამოსulis უფლება არ ქონდა. ასე რომ ეგ შეზღუდვა უკვე ამას საერთოდ უკვე მაყენებს ამ საკითხს. ისე საინტერესო დეტალი გაიხსენეთ, იმიტომ რომ ეხლა ჩემ პატარა უმცროს მეგობას წავon საპატარა მეთქე უმცროს მეგობას პატარა შეეშნა უნდა გავაკეთო. ლოგიკურად ყველაფერი კარგადაა წობილი მიშელობაში, მაგრამ კითხვას ვსვამ. ჩვენთან არის თავისუფალი კონკურენცია? არავის არ უთქვამს რომ არის. ხომ არა გვაქვს ჩვენ მონოპოლიური, ოლიგოპოლიური თუ ამას დაერქვა კაპიტალიზმი და თუ ესეა და თქვენ რომ ბრძანეთ ბატონო და აი მაგალითად ავიღოთ არაფერი პირადი ინტერესი არ აქვს. მაგრამ საბანკო სფეროში ზის ოპერატორი და მუშაობს თავის საქმეს ჩვენივად აკეთებს. რო არ გააკეთოს, მეორე დღეს იქ არავინ გააჩერებს. ვინ უნდა აუწიოს ხელფასი? და რატო არ ესდება მას ხელფასი? წლები გადის ხელფასი არ ესდება. რატო? არა, ერთი ესდებათ, უბრალოდ ინფლაციაზე ნელა ესდებათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ აქ თავისუფალი გადაადგილების უფლება უნდა იყოს. ანუ თუ მოცემული ბანკში და მე ბევრი მინახია მაქვს ბანკებთან შეხება, ეს ჩემი ბანკები როც იყო, მიერეკავს და მეუბნება, იცი რა, მე ამ ბანკიდან იმ ბანკში გადავედი, იმიტომ რომ იქ უკეთესი პირობები შემომთავაზეს. ზუსტად ეს საშუალება, რომ ადამიანს შეუძლია დატოვოს ეს ბანკი, გადავიდეს სხვა ბანკში, ამ ბანკს აიძულებს, რომ თუ ის ღირებული თანამშრომელია და მისცეს და რითი უნდა უბრალოდ დააკავოს თავისთან და რითი უნდა დააკავოს, ან ხელფასი უნდა მოუმატოს, ან პირობები გაუმჯობესოს, ან რაღაც სხვა შეღავათებს შეპირდეს, რა ვიცი რაცა. ვიმეორებ, თუ არის თავისუფალი კონკურენცია. მაგრამ როდესაც ოლიგოპოლია ეს სისტემა და ყველა სისტემა თითქმის ჩვენთან არის ოლიგოპოლური, მონოპოლიური, ვერსადაც ვერ წავა, იმიტომ რომ იგივე პირობებია. დიდი განსხვავება იქ არ არის. ეხლა მეორე საკითხზე გადავდივარ. დიდი განსხვავება ფიზიკურად შეუძლებელია, თუ კი მოძრაობა არის შესაძლებელი და თუ კი გადასვლა არის შეუძლებელი, მაშინ დაჯდება დიდი სხვაობები კი. კი. თუ თავისუფალი კონკურენცია. თავისუფალი კონკურენცია, ну, როგორ არის, იცით? სრულიად თავისუფალი კონკურენცია ნამდვილად არ აქვს გასაგებია და პრობლემები გვაქვს, მაგრამ არც ისეთი შეზღუდული ვართ, როგორც თუნდაც საბჭოთა სისტემაში რო ვიყავით. აი, დასავლეთში. ეგ დასავლეთში. ანუ ჯერ თლად კარგად არა ვართ, მაგრამ ისე თუდათაც არა ვართ, როგორც გასაგებია. ეხლა ისე ძველშელობას დაუბრუნდით. მე მგონი აქ რაზეც ვილაპარაკეთ და ვიკამათ, ეს არის გემოვნების საკითხი და რას გულისხმობ. სამი ტიპის მთელი მსოფლიო შეიძლება დაყოს სამი ტიპის სოციალურ-ეკონომიკურ მოდელად. არის ლიბერალური ამერიკაში, მეტნაკლებად ვინცაც რა უნდა იმას აკეთებს, არის სოციალ-დემოკრატიული. ისინი არ ეძახიან ლიბერალებს იმას. არის სოციალ-დემოკრატიული საფრანგეთი, გერმანია და არის სოციალური. ჩემთვის ეხლა არჩევაზია იმ საზოგადოებას, ვინც ირჩევს, თუ კი თავისუფალი არჩევანია. ჩემთვის პირადად ჩემთვის მისაღებია უფრო სკანდინავიის ქვეყნების მაგალითი. რა ვიცი, თქვენთვის შვედეთის მაგალითი ხშირად მოყავთ ხოლმე, როგორც ფაქტიურად სოციალისტური ქვეყანა არისო. ხო, ანუ შეიძლება თქვენ ეს შეხედულება გქონდეთ, კი ბატონო, შეიძლება ეგ სისტემა მოგწონდეთ, ბეპირობითად რადიკალურად განსხვავებული სისტემა მომწონს, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, აი შედეგებს უნდა დაუკვირდეთ, სად რა მოვიდა. იგივე სოციალიზმის პირობებში ქვეყნები, რომელსაც დაიწყეს სოციალისტური პოლიტიკის გატარება, საიდან მივიდნენ იქამდე, რომ ამის ფინანსური რესურსი ქონოდათ. აი მაგალითად შვედეთის ისტორია დარწმუნებული ვარ თქვენ კარგად იცით, თუნდაც გასულ საუკუნეში შვედეთმა 70-იან წლებში ეკონომიკური სწორი პოლიტიკით როგორ გამდიდრდა. რის შემდეგაც სერიოზული დაბრკოლებები შეიქმნა, როცა სოციალისტური პოლიტიკა დაიწყო, იქ გადასაღადო წნეხი. აგერ მეორე მხრივ გვაქვს პირობითად აზიური ვებხების სახელმწიფოები. აი მაგალითად რო ავიღოთ სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეა გასული საუკუნის დასაწყისში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაჩანჩალა ქვეყანა. მოსახლეობის თუ არ ვცდები, დაახლოებით 5%-მა იცოდა წარმოიდგინეთ მხოლოდ კითხვა და წერა მე-20 საუკუნის დასაწყისში.
მაგრამ რაღაც ეკონომიკური სასწაული მოახდინეს და 90-იან წლებში უკვე დაახლოებით 90%-მა 2000-იან წლებში 90%-მა მოსახლეობის წერა კითხვა იცოდა. ანუ ეფექტი რომელსაც აქვს ჩემი აზრით მაგით უნდა ვიმსჯელოთ. კი, გასაგებია თქვენი მიზანი რა საბოლოო ეფექტი რაც გულისხმობს. საბოლოო ეფექტი არის ის, რაც გვაჩვენებს ამ ქვეყნების წარმატება. თუნდაც სამხრეთ კორეის ორიენტირი იყო ის ამ წარმატების პერიოდში, რაც ახლა იგივე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსიც რო ავიღოთ, სამხრეთ კორეა ეხლა ცოტა გადავიდა უკანა ფლანგზე, მაგრამ დაახლოებით მესამე პოზიციაზე იყო ხოლმე. ანუ მე ყოველ შემთხვევაში თქვენ გემოვნების საკითხი ახსენეთ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ესემჯერა, რომ საბაზრო ეკონომიკას მოაქვს საბოლოო ჯამში ყველას კეთილდღეობა უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს სოციალურმა ეკონომიკურმა წყობილებამ შეიძლება მოიყენოს. იგივე შვედეთის მაგალითი ჩემი აზრით კარგი ილუსტრაცია. ან თუნდაც თვლიანთ ევროკავშირის, ანუ ეხლა უბრალოდ ეს საგიჟეთი რო დაიწყო ქვეყანაში ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას აღარ ვაკრიტიკებ, თორემ რატომ აქვს შენელება ეკონომიკის ზრდის ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, რატო ვერ იზრდებიან საკმარისად, ან იგივე ამერიკაშიც საკმარისად სწრაფი ეკონომიკური ზრდა რატომ აღარ არის. ეხლა ჩემს და რატომ არის ჩინეთში? თუმცა ჩინეთში ჩინასაც ცალკე პრობლემა აქვს, მაგრამ ჩემი აზრით ამბავი ის არის, რაღაცნაირად სენივით ვრცელდება თქვენი мотивация, თქვენ გიცნობა გულწრფელად მესმის მართლა რაც არის, მაგრამ მეორე სხვები ამას იყენებენ სამწუხაროდ ხოლმე ხშირ შემთხვევაში სოციალურ სტრუქტურაში იმდენად ცუდად, რომ რაღაც სენივით შედის, ანუ ასნეულებს ეკონომიკას და მერე თავიდან ეჯაჯგურები, რომ ამ სნეულებიდან გამოხვიდე. ანუ ესეთი შეტოპვა მოუვიდა პრინციპში შვედეთსაც, შვედეთს და ყველას პრინციპში, პოლონეთსაც, მათ ბალცეროვიჩი უამრავ რამეს წერდა და კარგად აქვს გაწერილი იგივე პოლონეთში რა ხდება, მაგრამ შვედეთი გაკოტრებული 64-ში არქვის გარკვეულ პერიოდში. თუნდაც იგივე საგადასახადო წნეხი იმდენად ძიმე იყო, რომ აქტიობა შემცირდა და ის ვალდებულებები, რაც შვედეთის მთავრობამ აიღო საზოგადოების წინაშე, რომ ბიუჯეტით გაეცა, ფიზიკურად ვეღარც ახერხებდა, იმიტომ რომ საკმარისად ბიუჯეტი ვეღარ ივსებოდა, ბიზნესს ვეღარ აკეთებდა. ასე რომ, ჩემი აზრით, ზოგადად ცხოვრებაში ხო ეგრეა, ანუ ყველაფერს აქვს ალტერნატიული დანახარჯი, ყველაფერს. შეიძლება იდეალური სისტემა არ იყოს კაპიტალიზმი, შეიძლება იქაც ვიღაცები გამოვლინდებიან, რომლებიც მართლა მაიმუნობენ. კი ბატონო, მაგრამ ზოგადად ცხოვრებაშიც გადაწყვეტილებას ერთი ვაფასებთ, ხო? ჩემი გადაწყვეტილება ალტერნატიულ დანახარჯზე მეტია თუ არა? აი მაგალითად მე რო აქ ვარ, ჩემი ალტერნატიული დანახარჯი შეიძლება იყოს ის, რომ სადღაც არ ვერთობი. მაგრამ აქ რო ვარ და საზოგადოებას ველაპარაკები და რაღაცა ღირებულს ვქნი, ეს უფრო კარგია ჩემთვის და მაღალი სარგებლობის მომტანი, ვიდრე პირობითად ეხლა რომ სადღაც გასართობად ვიყო. მთელი ჩვენი გადაწყვეტილებები სინამდვილეში ამას ეფუძნება, ხო? და იგივე უნდა იყოს ჩემი აზრით ეკონომიკურ ნაწილშიც. რომ იმდენად შეეხე აღარ ვიცი რომელი ერთზე დავაზუსტო ჩემი პოზიცია. მინდა შვედეთს თქვა და ეს ბატონო ამბროსი ერთი და მე გააგზავნეთ არ დაგავიწყდეს. მეც ფაქტებად მინდოდა. ხო, ერთი კაი ქართული ანდაზა არსებობს. ბევრი ხელი შრომაში და არა უმეტესი ჭამაში. ვინც მუშაობს, იმიტომ რომ შენ თუ დაუშვათ 5 კაცი თუ მუშაობს და 500 ჭამს, იქ ვერასოდეს სიკეთეს ვერ მიიღებ და ჩვენ საზოგადოებაში ზუსტად ასე არის იდეაში თუ ბიუროკრატიას და რატო არ შეიძლება 500-ე იმუშაოს, ხო? ჩვენ ხო ეს გვინდა სინამდვილეში, ყველას ერთად, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკის სპექტრს, მაგრამ ყველას ეგვინდა. რაც შეეხება შვედეთს, მინდა დავთქვა, რომ შვედეთს, როდესაც ამას ლაპარაკობდნენ, დაახლოებით 10-11 წლის წინ შეხვდა ერთი სტატია, შეიძლება უფრო ნაკლები, არსებობს ასეთი იოჰან ნორბერგი, რომელიც აღწერს სტატიას ქვია რამ გაამდიდრა შვედეთი და იმდენად მომეწონა ეს სტატია ვთარგმნე და ონლაინ სივრცეში დევს თუ დასერჩავს მაყურებელი და თქვენც თუ დასერჩავთ შეგიძლიათ ნახოთ საერთოდ დიდი არ არის 19 გვერდი იყო მგონია თუ რაღაცა, მაგრამ აღწერილია სულ ყველაფერი 1773 წლიდან 2000 წლამდე თუ რა მოხდა შვედეთში. როგორ იყო ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, როგორ ესე იგი წერდა ამაშინდელი პრესა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში შვედები თუნდაც ზარმაცები არიან, უარგისები არიან და მითო გარბიან საზღვარგარეთ სამუშაოდ. მერე როგორ გაკეთდა რეფორმები მე-19 საუკუნის შუახანებში და მე-20 საუკუნის შუახანებში უკვე უდიდრესი ქვეყანა, მე-4 ადგილზე იყო მსოფლიოში. შემდეგ 70-იან წლებში მოხდა ის რეფორმები, რაც შენ ახსენე
და 1990 წლისთვის მე-4 ადგილიდან უცებ მე-14 ადგილზე აღმოჩნდა შვედეთი და მე დათვალეს თუ ასე გააგრძელებდნენ კიდე 20 წელიწადში 54 აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ 90-იან წლებში შემოაბრუნეს, გადასახადები დაწიეს ისევ და კორპორატიულ კომპანიებს უფრო უკეთესი პირობები შეუქმნეს ვიდრე წვრილ მეწარმეებს ეს დისკრიმინაციას გააკეთეს. ერთ სიტყვით, შვედეთში საკმაოდ რთული სიტუაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიხვდნენ და აღარ აყვნენ ამას. სხვათა შორის კოვიდის დროს შვედები ყველაზე უკეთესად მოიქცნენ ევროპის ქვეყნებში. ხო, ამიტომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, ზოგჯერ ინფორმაცია გვაკლია ის რომ სწორად შევაფასოთ და ამიტომ შვედების შესახებ ამიტომ ეს მინდოდა დამეზუსტებია, რომ ეს ალბათ ღირს წასაკითხად ეს ამბავი ქართულადაც არსებობს და ინგლისურადაც. ერთი რამის დაუსტება მეც მინდა ამ თემასთან დაკავშირებით. ხშირად აი ბატონო ნოდარი მას ახსენა, რომ სოციალისტური ამ ტერმინს ხმარობენ და რატომღაც მხედველობაში აქვს, რომ საბჭოთა სოციალისტური, აბსოლუტური და არსებითი განსხვავება. განსაკუთრება არის კონკურენცია არის, აბა ძირთადები და აბა მეტი საბაზრო ეკონომიკა რა არის. თავისუფლება ნახეთ სოციალისტებში ხო თავრობის როლი დიდია. მოდი ეხლა ეგო აი მაგალითად საფრანგეთი ავიღოთ. საფრანგეთში თავრობის როლი პირობითად ძალიან დიდია. თუნდაც იგივე საგადასახადო წნეხი რო ავიღოთ, თორსე ბოლო დათვლები რაც ქონდა თორსე მთლიანი შემოსავლის 70% დაახლოებით. ალბათ მაგდენი არა, მაგრამ მაღალია. 52%-ია თუ რაღაც. ხო, იქ არის პროგრესული გადასახადი, სიმდიდრის გადასახადი, მთელი რიგი ფაქტორები. იმიტომ გარბიან იქიდან ეგ სახეები რა გვარი არის. ნახეთ თქვენ თვითონ აღნიშნეთ და აი ნახეთ სტიმულებზე საუბრობთ ჩვენ, ხო, ადამიანები სტიმულებზე რო აღარ რეაგირებენ. აი, ჩემი აზრით ბატონო ამბროსი, ჩვენ რომ მილიონები გქონდეს, მილიარდები თუნდაც დარწმუნებული ვარ, სწორედ ისე შევხედავდით ამ სისტემას, როგორც აი ისინი უყურებენ, ვინც გარბიან სხვა ქვეყანაში, რომლებმაც თავისი შრომით იშოვეს. ანუ კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, ის კომუნიზმი და ეს სოციალიზმი ხარ ზოგადად უნდა გაიმიჯნოს, ეს სხვა არის მონებრივი, აქ კერძო საკუთრებაც არის კი ბატონო, არსებობენ კომპანიები, ქმნიან საქონლო მოსახლეობას, მაგრამ აქ მაინც ჩემთვის არის პრობლემა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში. ანუ ეს ჩემთვის კი, იმიტომ ჩემთვის არის ძალიან დიდი სახელმწიფო ჩემთვის არის საფრთხე. სახელმწიფოს რასაც ვეძებ, სახელმწიფო ჯერ რო გააზრებული ქონდეს უბრალოდ ჩვენ ვართ ადამიანები, არ ამგონია ამ სიტუაციაში ვიყოთ. ხო, თავარი პრობლემა სახელმწიფო პრობლემას ვერ გასიტყო ინგლისურ ენაში. ანუ ჩვენთვის საფრთხე არის მთავრობა, ესე დავარქმევ. სახელმწიფო როგორც ასეთი იდეაში თუ სწორ დეფინიცია იქნება, ჩვენი ერთობლივობა უნდა იყოს და რაღაცნაირად ეგ რო გააზრებული ქონდეს, არ ამგონია ეს ქონდეს რაც ახლა გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ მთავრობა როგორც ასეთი, ნუ ესეც საკამათოა გარკვეულწილად, მაგრამ მთავრობა ჩემს არის საფრთხე. ძალიან დიდი საფრთხე, იმიტომ რომ რაც უფრო მთავრობას უშვებ ეკონომიკაში სხვადასხვა კუთხით და აძლევ ამის ძალაუფლებას და სამწუხაროდ ჩვენთან ეგრე ხდებოდა, მაგალითად არასწორ სტიმულებს ქმნის ყველა თავში. კი, და აი მაგას გავშლი იგივე არც შრომის ინსპექციის შექმნა და სხვა მრავალი ხა მაგებზე არ დავწვრილდები. უბრალოდ რისი თქმა მინდა, რომ რაც უფრო დიდ ძალაუფლებას იღებს მთავრობა და ლეგიტიმურად აძლევ ერთის ხრივ, აი სულ რომ ავიღოთ კეთილსინდისიერიც კი. კეთილსინდისიერი მთავრობაც კი რო ავიღოთ და სულ რო სათავისოდ არ იკეთებდეს ამ საქმეს. კიდევ ერთი რა არის საფრთხე ჩემთვის პირადად. საფრთხე არის ის, რომ ის კონკრეტული ერთი ბიუროკრატი გინსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა იცხოვრო. ანუ რა არის ეკონომიკა? ხო ეს არის ადამიანების ყოველდღიური ქმედება. ეკონომიკაში ჩარევა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანების ყოველდღიურ ქმედებებში ვერევით და ის ბიუროკრატი ხშირად ისე არის თავდაჯერებული, რომ თითქოს სწორს გეუბნება და შენ თავი უნდა დაუკრა, რომ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას და ჩვენს არანაკლებ ბევრი ქონდა. ეგ მაგალითად ბიუროკრატების ნათქვამი რამდენჯერ ყოფილა სოფლის მეურნეობა უნდა გავავითაროთ და ჩვენ ჩავდეთ ფულს, ჩვენი გადახდილი გადასახადებს ჩავდეთ თამაში და ასე შემდეგ. შედეგი რა მივიღეთ? ეკონომიკურ დასვას დაუბრუნდეთ, უკუსლა გვაქვს პირიქით. სოფლის მეურნეობაში მაგალითად. ასე რომ სადაც მეტი ფული ჩადეს, იქ უფრო ხო, ანუ ჩემთვის საფრთხე სწორედ ეს არის, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი წყვეტს იმას, თუ რა არის 3 მილიონი ადამიანისთვის სწორი მოქმედება. ფიქციაა ეს დასაწყისშივე და ეს რომ მოვაბად სხვა ქვეყნებსაც, ანუ ფიქციამდე მივდივართ. სწორი მოქმედება ესე ძალიან ინდივიდუალურია. თუ ჩვენ ვიცავთ ერთმანეთის გვაქვს ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის საკუთრებას ვიცავთ და ერთმანეთს არ ვავნებთ,
დანარჩენი რა ქმედებებიც იქნება, ეგ ყველაფერი არის სუბიექტური საბოლოო ჯამში. და ამიტომ არის ჩემთვის საშიში მთავრობა. იმიტომ რომ კაცმა არ იცის რაც არ უნდა მთელი გულწრფელობით ჯეროდეს რომ რაღაცას სწორად აკეთებს, შეიძლება ბაზარზე გავიდეს და თქვას ხალხმა რომ არ არის ეს, ანუ მე არ ვიღებ ამას როგორც სწორს, მე სხვანაირად მიმაჩნია სწორი. და როგორ მიმარჩიელო სწორი არასწორი. უბრალოდ აქ ერთი პრობლემა ის იკვეთება რომ თუ კერძო ადამიანი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითონაა პასუხისმგებელი, მაგრამ მთავრობები როცა ამ არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ჩვენი ფული იხარჯება. ეხლა მარტივი მაგალითი უცებ უტრირება რომ მოვახდინოთ, ხორბლის წარმოება უნდა დავიწყოთ და გავხდოთ რომ ხორბლის წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი თვითკმარი ქვეყანა რაც 50%-ით მაიც. და გლეხებს უთხრეს კახეთში რომ მიდი დაიწყეთ ხორბლის წარმოება. ადგა ეს ხალხი ახლა მთავრობას დაუჯერეს, ამ მთავრობამ თუ თქვა ესე იგი მოიხმარება, დაიწყეს წარმოება. მოიყვანეს ეს ხორბალი, მაგრამ იმდენად ძვირი დაუჯდათ, რომ წისკვილ კომბინატები ამ ხორბალს აღარ იბარებდნენ. მერე მიადგნენ მთავრობას. ანუ ერთხელ მთავრობამ ჩემი ფული დაასუბსიდირა რომ ხორბალი შეექმნათ და მერე ისე მთავრობას მიადგნენ იმასთან დაკავშირებით რომ არავინ იბარებს და მიდი შენ ჩაიბარეო. აი ამიტომ არის ჩემთვის საშიში მთავრობა რა. ხორბლის საკითხი ზუსტად უნდა გავიხსენოთ აუცილებლად ილია ჭავჭავაძეს აქ პურის საკითხზე წერილი თავის დროზე დაწერილი იცნო არ იცნობთ ამ წერილს? სადაც სორბოდა ის ხარობსო და ის. ხო, ჩვენო გვიჯდებო ეს პურის მოყვანაო საქართველოში 16 კაპიკი. ხო, შეფარდებით ოდესაში 8 კაპიკი იღივსო. მოდიო რა, ამ პურის მოყვანას თავი დავანებოდო, რაც იქ არ მოდისო, აქ მოვიყვანოთო, იქ გავყიდოთო და პური იქიდან მოვიტანოთო. ადამ სმითის ელემენტარული რა. იმას იზიარებდა ხა შეფარდებითი უპირატესო მერე დეივიდ რიკარდომ განავიწყდა. ილია ჭავჭავაძის არაერთი უპირატესობა ილიამ შემოიტანა საქართველოში რა ეს ცნება რა. არაერთი ისეთი რამ აქვს ნათქვამი, რაც დღესაც კი ძალიან ბევრს არ ესმის. სამწუხაროდ. აგაში გეთანხმებით. ხო, ჩვენ ანუ მთელი გონიერება პოლიტიკური არის ის, რომ გაავლო წითელი ხაზი, სადამდე შეიძლება მოვიდეს მთავრობა და სადამდე კერძო ინიციატივები. აი მასია პრობლემა. ამის გადაწყვეტაში. არც ის ვარგა რომ მთავრობა მთლად ნიველირებული იყოს და გვერდზები აქვს. არც ის რომ ხო, წამოიწიოს და სულ ეგეწყვეტდეს. აქ თავარი არის, უნდა გაითვალისწინოს, რომ მთავრობა კაი ბიჭი არ არის. მთავრობაც შეიძლება ისეთი ბოროტება იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. ამიტომ იმასაც შეუძლია ბოროტება გააკეთოს და რა თუ მას დიდი უფლებამოსილებები ექნება, მისი ბოროტება ბევრად დიდი პრობლემაა. ამიტომ საჭირო არის რომ მთავრობა იყოს რაც შეიძლება შეზღუდული, კარგად ჩასმოს ჩარჩოებში. კანონმდებლობით ხალხმა უნდა უზრუნველყოს, პარლამენტმა უნდა მიიღოს ესეთი კანონი, პარლამენტში უნდა ვიჩვით ისეთი ხალხი, რომელსაც ეს გაცნობიერებულია. აი ბატონო აბროსის ძალიან კარგი კითხვა დასვა ახლა, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ, აი ეხლა რაზე ჩვენ ვსჯელობთ ეს რომ მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი მაინც ამით იწყებდეს მსჯელობას და ამაზე თანხმდებოდეს, აი არ მგონი აქამდე მოსულიყავით. მართლა არ მგონია, რომ ნახევარი არა, 10%-ით რომ იხდეს მაგ საქმეს. თუნდაც იმაზე რომ ვიმსჯელობთ, თავრობას ზომა რამდენი უნდა იყოს ჩვენს ხორებაში. აი თუნდაც ამაზე რომ შევთანხმდეთ საზოგადოება. და თქვენ თუ გამახსენებთ ამ გადაცემის გარდა რომელიმეს თუნდაც ტელევიზიაში ან YouTube-ზე შემდეგ აი განხილულ ესეთ თემას და ამაზე სიღრმის ურჯელობას და საზოგადოების ჩართულობას მე არ მახსენდება. მივიდივართ მაგ პრობლემას. აი ეს გადაცემა მაგისთვის რომ ხო, ამ გადაცემის გარდა თქო ნელა უნდა დავიწყოთ არა მარტო ეს ძალიან ბევრი საკითხია, ყველაფერს ვერ ვახერხებ თან მინდა რომ ნელ-ნელა ყველას შევეხო, ამიტომ როცა გადაცემას ვიწყებ ხოლმე ვახსენებ რომ წინა გადაცემაზე თქონდა მას გავსი რაღაცებს ჩვენ ინფლაციას განვიხილეთ, ადრე ეკონომიკური მითებზეც ვილაპარაკეთ. დღევანდელი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ დავინახოთ რომ ჩვენი ხვალინდელი უკეთესი ცხოვრებისთვის საჭირო ეს გავიაზროთ და თუ აი მე დარწმუნებული აი 10%-მა რომ გაიგოს ის რა იქნება უკეთესი ხვალისთვის პარლამენტის უკეთესი გვეყოლება კანონების უკეთესი გვექნება და ის ზღვარიც თქვენ რო ლაპარაკობდი უფრო მკაფიოდ იქნება გავლებული სად არის მთავრობას უფლებამოსილება და სად მისი უფლებამოსილება აღარ უნდა გავრცელდეს წესით. ნუ ჩემი აზრით ეს გადის უსაფრთხოებაზე მთავრობა პასუხისმგებელია რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხო გარემო, ეს არის მისი ამოცანა, დაიცვას საზოგადოება როგორც შიდა ისე გარეული საფრთხეებისგან, საგარეო საფრთხეებისთვის და ამისთვის შექმნას ყველაფერი, ხოლო დანარჩენი ჩვენი მოსაგვარებელია, ჩვენ უნდა მივხედოთ, ჩვენ უნდა გამოვკვებოთ ჩვენი თავი.
ეს არის ჩვენი ამოცანა. ნოდარის მსჯელობამ დამაფიქრა, რომ მთავრობა მტერია და ვერიდები და რაღაც. მით უმეტეს ეს მართლა ესეა, მით უმეტეს პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში. საზოგადოებაში, რომელიც სულ იქით იყო ორიენტირებული, ვისთვის მოეტყუებინა, სად ეცრუა, სად. იმიტომ რომ ლეგალურად არ შეიძლებოდა მაშინ ფული შოვნა საბჭოთა სისტემაში. ამიტომ აქეთ ამ რელსებზე გადავეწყეთ რა სამწუხაროდ. და მაიდან გადმოწყობა გვჭირდება ჯერ კიდე. მე პირადად ძალიან ამჯეროდა, რომ ამას როგორ წარმოიდგენდი, რომ ღარიბაშვილი ოქროებს აგროვებდა. მე მისი იმედი მქონდა. ხო და ამის შემდეგ ეხლა მართალი ნოდარი მართალია, მთავრობა მართლა საშიშია და მართლა დიდი სიფრთხილეა. ლილოაშვილიც დააკავეს. ხო. ვისაც რა მოეკითხებოდა და რატო უნდა ვიფიქრო, რომ მათ ადგილს დაიკავებს უფრო ზნეობრივი, უფრო გამჭრიახი და ესეთი ხალხი, ხო? უნდა ჩათვალო, რომ ისეთივე შეიძლება იყოს. შეიძლება უფრო დადებითი, უფრო უარესი, ვიდრე ყველა დანარჩენი და უფრო უარესის შანსი იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხს არ ესმის, რატო ხდება რაღაცა პროცესები და ამიტომ აქ დამწყვეტი მნიშვნელობა ამ საგანმანათლებლო იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმჯეროთ, ვილაპარაკოთ, დავინახოთ. საზოგადოებას თუ ძალაუფლება აქვს, ეგ არის პრევენცია ყოველთვის საბოლოო ჯამში. თუ საზოგადოებას არ ძალა, აი მაგალითად საზოგადოებას რაღაც პატარა რაღაცა არ მოსწონს და მივლენ და პასუხს მაგრად მოსთხოვენ და ისინი რომ შეშინებულები არიან რომ უიეს რა გავაკეთეს საზოგადოება გავაბრაზე, ეგ არის საზოგადოების ძალა და დღეს უბრალოდ ისე გადაგივლიან რომ შენ პასუხსაც კი ვერ მოსთხოვ და შენთვის ეს ბუნებრივი მოვლენა შეიძლება. პრობლემაა კიდე. თვითონ მომთხოვნმა საზოგადოებამ არ იცის რა უნდა რა სიტყვა. ეგ არის საკვანძო მომენტი. ხო და შენ თუ ის შენ არ გაკაცნობიერებული თუ რა სიტყობ, შენ წადი მე უნდა მოვიდე მაგალითად, ასეთ რამეს თუ ამას ვერ შეგისრულებს არასოდეს. არასოდეს არ მოხდება. შენ კონკრეტულად უნდა იცოდე რა სიტყობ, უნდა იცოდე როგორ უნდა შეასრულოს და იმას უნდა მისცე გამოსავლის შანსი. და თუ იმ გამოსავალს არ გამოიყენებს, მე მართლა გააგდებ ფულობულო, მაგრამ თუ შენ წადი და მე მოვალ და მე რას გავაკეთებ, მე მოვიფიქრებ, ეგ საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცა. არა და ხალხსაც კი არ აქვს დაწერილი, ას გააკეთებს. ხო. ხო. ანუ შეუნა ქონდეს სამოქალაქო საზოგადოება. მე ამაში ძალიან ბევრი რამეს ვთქვი, აქ არის პარტიები, აქ არის პლურალიზმის სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. რაც ბევრი რამე გვაქვს უკან და უკან მიდის. გეთანხმებით. რატო მიდის ეს უკვე სხვა მსჯელობის საკითხი. ხო. ჩემი აზრით ეგ ჩვენი ბრალია საბოლოო ჯამში საზოგადოების მე იმედი მაქვს რომ უკან არ მივდივართ, მაგრამ წინაც რო არ მივდივართ, ეგ მაწუხებს. ამიტომ საჭირო არის რომ მაგაზე ვიფიქროთ, თორე საზოგადოება რო შეიძლება ტრანსფორმირდეს და უკეთესი გახდეს, ეს დამტკიცებული არის, დამტკიცება არასწორი სიტყვა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ბევრი მაგალითი არსებობს. მაგალითად იგივე მე-19 საუკუნის შვედეთში, როდესაც დიდი ბრძოლთა პირისპირება იყო რეფორმისტულ ძალებსა და კონსერვატიულ ძალებს შორის, რომლებიცაც მეფის ხელისუფლება ეყრდნობოდა, საზოგადოება ძალიან ინერტული იყო ნებისმიერი რეფორმისათვის. მაგრამ როდესაც მოვიდა პირველი მინისტრი გრიფენსტენი იყო გვარად რა, რომელიც პირველად დაინიშნა და გაატარა რეფორმები და მე ავად გახდა თუ რაღაცა და მალე წავიდა და თქვენს რომ აიო მაურმაო თავის საქმე შეასრულაო და წავიდაო და რაღაცა ბოროტება ჩაიდინა და უცბად აღმოჩნდა რომ ეკონომიკა მუშაობა დაიწყო. ანუ იმ რეფორმებმა გაამართლა და ამის მერე ხალხის განწყობა იმდენად შეიცვალა რომ შემდეგი არჩევნები რომ მოხდა პარლამენტის მთლიანად რეფორმისტები მოვიდნენ. მაშინ ლიბერალები ერქვათ იმათ. ხო სხვადასხვა მიმართულების ლიბერალები იყვნენ. და შვედეთის წამოწევა ზუსტად ამ პერიოდს უკავშირდება. ამან გამოიწვია, რომ შვედეთი გახდა სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა. იქიდან არის, აი, საფუძველი იქ არის. და ასეთი რაღაცა ჩვენთანაც უნდა მოხდეს. რაღაცა ასეთი უნდა ვქნათ. ბატონო ნოდარ. ერთმა ტერმინმა ბატონო ნოდარის მიერ ნათქვამა მაიძულა რომ ეს თქვა ეხლა. ჩვენი ბრალიაო რო ამბობს. ჩვენ რო ნორმალურ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვიყოთ, ჩვენი ბრალი იქნებოდა. აი მაგალითად, ევროპაში ჯუჯა სახელმწიფოებია ლუქსემბურგი და ისინი, ხო, 200.000-იან, 300.000-იანი. აი იქ რამე მსგავსი იყოს, მათი ბრალი იქნება. მაგრამ ჩვენთან საქართველოში ისეთ სარტყელში ვცხოვრობთ, ისეთ გეოგრაფიაში, რომ აქ ჩვენი ბრალი არ არის, აქ გარი გავლენები ძალიან დიდია, რომლებიც არ ჩანს. მხოლოდ ლოგიკით შეიძლება მიაგნო, რომ რატო ხდება ეს და მიხვდე, რომ გარი გავლენაა და
ისეთი ძლიერია, რომ ეს ჩვენზე არ არის მთლად დამოკიდებული, ამიტომ ვართ ამ დღეს. აი, ამ კონტექსტში ბატონო ამბროსი მე გულისხმე ადამიანები, ჩვენთან როგორი ადამიანები არიან. მე მიყვარს ხოლმე ადამიანების დაკვირვება. უბრალოდ ან კონტექსტი აბსოლუტურად გეთანხმებით, გეოპოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვანი, მაგრამ ადამიანებს თუნდაც ამ ბოლო 2 წელში, რასაც უყურე, პირველი ვიყავი, რომელიც პირველივე დღეებში აქციებზე იდგა პირობითად, იმიტომ რომ ამას არ ვეთანხმები, ეს არ უნდა ყოფილიყო, რაც მოხდა. და საშიში ტენდენციები იყო, მაგრამ მე მგონი რამდენი ერთი თვეც არ ყოფილა ბოლომდე აქციაზე წამოვედი აი ამ ადამიანებზე დაკვირვებით. ვისაც ვაკვირდები. ანუ სერიოზული პრობლემა გვაქვს ლაპარაკის და მსჯელობის. აღქმისას აბსოლუტურად გეთანხმებით. აი წარმოიდგინეთ დღესაც კი რომ დაწერო კრიტიკული პოსტი რომ იქ რაღაცა სისულელე კეთდება ეხლა და არ შეიძლება ესე წავიდეთ და სადამდეც მოვედით უკვე ბევრი სისულელე გავაკეთეთ და მოდი აბა რაღაცა სხვაზე ვიფიქროთ. აპრიორი შენ ხარ ან მოღალატე, ან ქოცი ან რაღაც, ანუ გლანცღავენ ბოლომდე. აი წარმოიდგინე ხო, ან პრორუსი ხო ყველას არ უნდა დაზრუნება. ანუ ეგ არის პრობლემა. ხმობერი რო არის იმის მიმდევრები რო არის. ჩემთვის ეგ არის, ანუ გარყვნილება არის ჩემთვის ეგ. ანუ გარყვნილი საზოგადოება ყავს, ესე ვფიქრობ რა, იმიტომ რომ თვალთმაქცობაა, რომ ქვეყნის სამსახურში ვარ და ამას ვაკეთებ, არ არის ქვეყნის სამსახური ეგ უნდა გვესმოდეს სწორად. არც თავს უნდა ვიტყუებდეთ, არც თავი უნდა მოქონდეს რაღაცად. თუ რამის შესაძლებლობა მართლა გვაქვს, მოდი და ილაპარაკე. ყველაზე არ გულისხმობ ბუნებრივად. არა, ვილაპარაკოთ. შეიძლება მე ვფიქრობ 100-ია სწორი, შენ ფიქრობ 20-ია სწორი. ახლა ჩვენ მე და ბატონი ამბროსსაც შეიძლება აცდენა გვაქვს, მაგრამ ვჟელობთ და რაღაცაზე ახლა მაგალითად გვინდა მივიდეთ. რთული სიტუაციაა, ამაში პრინციპში კი რთული სიტუაცია გვაქვს, ამაში კი გეთახმები, მაგრამ ეს არ არის გამართლება ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაგალითად იგივე შვეიცარია რო ავიღოთ, შვეიცარიის წარმოქმნის ისტორიას თუ გადავხედავთ, როგორ წარმოიშვა ეს ქვეყანა საერთოდ როგორც ასეთი, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ შვეიცარია სწორედ იმიტომ გახდა შვეიცარია, რომ რთულ პირობებში იყო. ევროპის ქვეყნები ახლა არიან დავარცხნილი, თორემ ომი ჰქონდათ ერთმანეთში, კაცვიშვილი ვერ გაიგებს, ვინ ვის ევროპა, ესპანეთი, ბრიტანეთი და ერთმანეთს რელიგიის მიხედვით თუ ეთნიკური მიხედვით თუ და შვეიცარიელმა ხალხმა, ვინც მაგ ტერიტორიაზე ცხოვრობს, თქვენს რომ მოდიო თავი რო დავიცვათო, გავერთიანდეთო, შევქმნათო კონფედერაციაო და უზრუნველყოთო ჩვენი დაცვა ყველა მხრიდანო. და შექმნეს ესეთი ქვეყანა. ჩვენც რაღაცა ის პირობები უნდა გავითვალისწინოთ, სადაც ვართ, რა თქმა უნდა, საფრთხები დიდი გვაქვს. ბევრს აქ ისრაელს მაგალითად ჩვენზე ნაკლები რითი აქვს. და ამის გათვალისწინებით უნდა რაღაცა ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ სანამ ნაბიჯს გადავდგათ, ჯერ უნდა დაფიქრდე რა არის გასაკეთებელი. მანამდე მოძრაობისთვის ეგ ახლა რა სწორია. ჩვენ არ ვიცით რა გვინდა, ეგ არის პრობლემა. ერმა აბნეულები ვართ, გაბნეულები. თავარი ესენი წავიდნენ და მე რაღაცა იქნება ნახსენები. ეგეც საშიშია, ანუ აბარა ძალიან საშიშია სირადულეში. შეიძლება შენ უარესი იქნა, ხო? მე რა ვიცი რა მოხდება. და ახალ წრეზე მიდიხარ მე. ხო. და ამას თუ იტყვი ხოცი ხარ, არა და ანუ აი იარლიკის მიკრება ვაქვს მოდის. კეთილსობა მინდა და არა იგივეს გამეორება. თუნდაც უარესი არ იყოს. მე მგონი ახლა უკვე ისა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და რაღაც შემაჯამებელი სიტყვით მოკლედ ვთქვათ და ჩვენი დროც ამოიწურება. ხო, ჩვენზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. ერთი და იგივე თითქმის ერთ და იგივე პირობებში ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს ბალტიისპირეთის ქვეყნები და ჩვენ. მაგრამ ჩვენ მათთან აი შრომის კულტურით, შრომის ეფექტიანობით ახლოსაც ვერ მივიდოდით, იმიტომ რომ იმათ ეთყობა ჯერ ერთი ცოტა ხანი იყვნენ საბჭოთა. მეორეც ერთი ის გერმანული კულტურა და ძველი კულტურა შრომისა გადმოხვათ და სულ სხვანაირები იყვნენ, ყველანაირად. ანუ რა თქმა უნდა, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული და გარემო პირობებშიც, რა პირობებში ჩვენ აღმოჩნდით გეოპოლიტიკურად თუ ისტორიულად თუ რა ვიცი. ხო, მაგას ვერ შევცვლით ვერანაირად, რაც არის, ეგ უნდა გაითვალისწინოთ. და ჩვენ რაც არის, იმის გათვალისწინებით უნდა მოვიფიქროთ, რა არის გასაკეთებელი. შეიძლება ეს გასაკეთებელი რაღაცით დაემთხეს დაუშვათ იმას, რაც გააკეთეს შვეიცარიელებმა, ან ისრაელმა, ან სინგაპურმა, ყველას თავისი სირთულე ჰქონდა რა. მაგრამ რაღაცა გამოსავალი იპოვეს. შეიძლება არ დაემთხეს და რაღაცა ახალი გამოსავალი ვიპოვოთ. მაგრამ თუ არ ვიმსჯელეთ ამაზე, ვერაფერსაც ვერ ვიპოვეთ. ამიტომ არის საჭირო მსჯელობას აბანებდა და ხო, ჩემი აზრით, აი გარყვნილება რო ახსენე, გარყვნილების ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ის, რომ ჩვენი ქმედების პასუხისგებლობის
ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება არ შეგვიძლია. სამწუხაროდ ეგ არის პრობლემა, ჩემი აზრით, რაც ამ ხალხს აწუხებს. სწორედ ეს განაპირობებს შემდგომში იგივე მოთხოვნას, რომ მთავრობა მაქსიმალურად ჩაერიოს ეკონომიკაში, ან ცხოვრებაში ზოგადად, მაქსიმალურად გაძლიერდეს მთავრობის როლი ჩვენ ცხოვრებაში. ბუნებრივად ვაძლევთ ამის ძალაუფლებას, იმიტომ რომ რაღაცებზე ჩვენ თვითონ ადამიანებს არ შეგვიძლია ხოლმე პასუხისმგებლობის აღება. ეხლა ეს ამ პერიოდში, სადაც ვართ, ამასაც კი ვერ ხვდება ბევრი ადამიანი, რატომ მოვედით აქამდე. წინა წლებში რას ვაკეთებდით? ყველაფერს მთავრობას ვთხოვდით. ყველა სისტემაში რომ მთავრობას ვაძლიერებდით. ეკონომიკის სისტემა იქნება, სამარეგულირებელი სისტემა იქნება, თუ რაღაც პოლიტიკური, ყველგან ვთხოვდით მათ გაძლიერებას. ანუ ჩვენი პასუხისმგებლობის ტვირთს ვაძლევდით მთავრობას, რომ ჩვენ რაღაცნაირად გავქცეოდით ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ არის სწორი. პასუხისმგებლიანი საზოგადოება არის თავისუფალი საზოგადოება ჩემთვის, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ წარმატებას მიაღწიოს, რასაც კი მიზნად დაისახოს. პირობითად, რა ვიცი, რითვარ უნდა ვიყოთ ნაკლები, მაგალითად აზიური ვებხვების სახელმწიფოებზე, მაგალითად სამხრეთ კორეის ნაკლები რითი უნდა ვიყოთ, ხო? ანუ ისინი თუ ნულიდან ამოვიდნენ აქამდე, პირობითად ჩვენ რატო არ შეგვიძლია? ჩვენ რატო არ ვაკეთებთ ამას? ჩინეთი ავიღოთ მაგალითად. მაო ძედუნის მერე ხალხი შიმშილობდა. კი, ანუ კატასტროფული სიტუაცია იყო, ანუ ნულიდან იწყებენ და ზრდ. ანუ იგივეა ზოგადად ცხოვრებაში ხო რაღაც სადღაც ვიღაცა ადამიანმა ნულიდან მიაღწია რაღაც სამსახიობო მაგარ კარიერას. ანუ ვიღაცამ ნულიდან მიაღწია. შენც ხო შეგიძლია ნულიდან რაღაცას მიაღწიო, ხო? ანუ ყველაფერი ერთ სისტემაში მოქმედებს. უბრალოდ ორი პრინციპია, ერთი რომ ვისწავლოთ ჩვენ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და მეორე პრინციპია ის, რომ ხელი არავინ შეგვიშალოს. აი იგივე ეხლა ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ ჩემი ერთი წლის შვილისგან. უამრავ რაღაცას ვსწავლობ და დავაკვირდი უკვე რაც ცნობიერებაში ჩავარდა, რომ რაც უფრო რაღაცას ვუშლი პირობითად, უფრო უარესია. იმიტომ კონტრპროდუქტიულია, იმას არ ესმის, რატო უშლი და იგივე საკეთებს. მაშინ როცა უბრალოდ ვაცდი, რომ შედეგი ნახოს, რომ ამას შედეგი არ აქვს და მე თავისთანებებს თავს. ხილად იყავი, რომ ცოტა წამოიზდება და 112-ში შეიძლება დარეკოს. ეგ არ არის გამოცხადი. ალბათ შეგატყეთ სახეზე, რომ დასასრულს კი მივდივართ და ეხლა მინდა მე ბოლოს ნოდარი მაჯობა, იმიტომ რომ ნოდარი შემოვედით თუ არა, მოგილოცა სტუდია, წარმატებები გისურვა და ეს გაცილებით გამოსთილია ტელევიზორში და მე ნაკლებად გავიგე და ამიტომ არა, ჯობნი არ არის ამაში. ამიტომ მე სარგებლო შევთხევი და წარმატებას გისურვებ და სულ წარმატებით გელოთ და გემუშაოთ და ახალ წელს გისურვებთ ბედნიერს ორივეს და ჩვენს მაყურებელს კიდევ ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეს. ჩემს სურვილებზე მადლობა, რჩევებს მივიღებთ, თუ რამეს მივიჩევთ, როგორ გავაკეთებთ და მინდა რომ ეს სტუდია იყოს სტუდია, სადაც განსხვავებული შეხედულების ადამიანები მოდიან, ერთმანეთში აზრებს ცვლიან, ერთმანეთს პატივს ცემენ, მაგრამ აზრებს კრიტიკულად ეკიდებიან. ალბათ ეს არის ყველაზე სწორი იმისთვის, რომ მივაგნოთ საუკეთესო გამოსავალს. მადლობა სტუმრობისათვის. მადლობა თქვენ. პატივცემულ ტელემოყურებლებო და მაყურებლებო, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.